რეჟიმის გადარჩენის სპეცოპერაცია ისევ ჩავარდა. ივანიშვილს ვერც ლობისტები შველის და ვერც ვაშინგტონში საგანგებოდ მივლინებული ექს-პრემიერი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირველებს უყვება, რომ უკვე 2 თვეა მამუკა ბახტაძე სპეციალური მისიით ყავს მივლენილი ოლიგარქს ამერიკაში. ექს-პრემიერს ივანიშვილმა მისცა დავალება. შტატებთან ურთიერთობა დაალაგოს და ქვეყანაში ერთი ბიზნესი მაინც შემოიყვანოს, სადაც წილი ტრამპის ოჯახის წევრებს ექნებათ. თუმცა ეს მცდელობა ჯერ ისევ უშედეგოა. ვაშინგტონში არის გადასროლილი ყოფილი პრემიერი ბატონი ბახტაძე, რომელსაც დავალება მისცეს, რომ უნდა მოაგვაროს ვაშინგტონთან ურთიერთობები, განსაკუთრებით ბიზნეს წრეების გამოყენებით. ეს ოპერაცია სრულიად წარუმატებელია. მან ვერ შეძლო ვერც მოსაწვევის უზრუნველყოფა პრეზიდენტ ტრამპის ინაგურაციაზე, ვერც მოსაწვევის უზრუნველყოფა ვახშამზე. დავალება, რომელიც ბახტაძემ მიიღო, შეეხება საქართველოში ისეთი ბიზნესის შემოყვანას, სადაც თუნდაც მცირე წილი აქვს პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის რომელიმე წევრს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ვისი გვარით სანქციების წინასწარ სიაში მოხვდა სრულ პანიკაში არიან. ისინი ცდილობენ ამერიკაში ლობისტური კომპანიების საშუალებით გაარკვიონ რა ბედი ელით. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტი ერთი თვით დეკემბერში გააფორმა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ. კომპანია მერკურთან. $40,000 სანაცვლოდ კომპანიას ევალება ტრამპის გარდამავალ ადმინისტრაციასთან დისკუსია და სტრატეგიული კომუნიკაციები. როგორც ჩანს, ვერც ლობისტური კომპანიის მუშაობა მუშველა ივანიშვილის რეჟიმს. ნაწერი არის გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობებით და დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა არაფრის მთქმელია, მაგრამ მთქმელი არის ერთთვიანი კონტრაქტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარკვეული პირებისთვის, ამ შემთხვევაში კონგრესი იქნება თუ ტრამპის ადმინისტრაცია, რაღაც კონკრეტული მესიჯების მიწოდებაზე, იმიტომ რომ ის კონტრაქტი არ არის სერიოზული კონტრაქტის გავსი ტიპის აქტივობები საერთოდ არაფერში არ წაადგებათ, უბრალოდ ფუჭის დროის ხარჯვა, სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს არის ზუსტად მიმანიშნებელი ის რაც ხდება ბიზნესებისთვის, რომ სანამ დრო არის მათ თავისი ნაბიჯები უნდა გადადგან. სანქციები ამერიკის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაციის ხელში გადადის ივანიშვილის ბედი. ოლიგარქის გარემოცვისა და ბიზნესისთვის სანქციები უკვე დაანონსებულია და ახალ სახელმწიფო მდივანს გვარები მაგიდაზე უდევს. პროცესის ახლა გაჩერება ფაქტობრივად შეუსრულებელი მისია იმ რეჟიმისთვის, რომელიც დემოკრატიის გზაზე დაბრუნების ნაცვლად ყოველდღე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს. რაც შეეხება ივანიშვილის და მისი ახლო გარემოცვის, რუხაძეების, შხარტაშვილების და სხვების მცდელობას დღეს დაარეგულირებენ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად წარუმატებელი და უშედეგო იქნება მათი იმ რეალური განზრახვებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, როდესაც შენ ხდები ირანის მოკავშირე, ჰამასის მოკავშირე, როდესაც იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, მაშინ როდესაც გიწყვეტ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატები, შემდგომ რა თქმა უნდა ვერანაირი ლობისტი და ვერანაირი შეცვლილი რიტორიკა, შერბილებული რიტორიკა ვერ გადაგარჩენს. ოცნების მცდელობები უშედეგოა. ამერიკის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი. თემთა პალატაში ოლიგარქის სანქცირების მოთხოვნა უკვე შეტანილია. დოკუმენტში პარლამენტის წევრები აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვენ ივანიშვილის სანქციების ქვეშ მოაქციონ. მიზეზი დემოკრატიის შელახვა და რუსეთის გავლენის ხელშეწყობაა. სტრატეგია ხო რაღაცნაირი რომ გიჯერ ივანიშვილის გარემოცვას ასანქცირებენ და ანუ ამას ბევრი ეფექტი აქვს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი ასევე პოლიტიკურად ივანიშვილის დაკნინების ეფექტია, იმიტომ რომ ივანიშვილი თან ეუბნება ხალხს, რომ მე თქვენ დაგიცავთ და როგორც ეხლა ვატყობთ, არათუ მათ ვერ იცავს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს. ბრიტანეთი ცდილობს, რომ გამოსავალი დაუტოვოს ჯერ ივანიშვილს, იმისთვის, რომ ის კონს მოვიდეს და დანიშნულოს ვადამდელი არჩევნები. ის არხი რა არხითაც შეიძლება მასზე ზემოქმედება, ეს არის პერსონალური სანქციები. ბრიტანეთის ასე ვთქვათ, გააქტიურება პოლიტიკური კრიზისის პასუხად ნიშნავს იმას, რომ ეს სანქციები უკვე შეიძლება შეეხოთ არა მხოლოდ პოლიტიკურ
აქტორებს ქართული ოცნებიდან, არამედ შეეხოთ პირდაპირ უკვე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი კომპანიები რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მალე უნდა ველოდოთ, ეს კი ოლიგარქისთვის მძიმე შედეგი იქნება. გომელაურის ხარებას და მისი მოადგილისთვის დაწესებული სანქციები ბრიტანეთში შესვლის აკრძალვასთან ერთად ფინანსურ სანქციებსაც ითვალისწინებდა. იგივეს უნდა ელოდოს ბიძინა ივანიშვილიც. კოორდინირებულად მუშაობს როგორც წესი გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები სანქცირებას რაც შეეხება უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, არის დამატებითი რეპრესიები. ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეუძლია დაუწესოს ინდივიდუალური ტარგეტირებული სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს, მის გარემოცვას. ეს შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო მალე, ვიდრე ევროკავშირის სანქციები. სანქციებს ჯაჭვური ეფექტი ექნება. ამერიკის შემდეგ გადაწყვეტილებებს ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ხოლმე ევროკავშირიც და სხვა სახელმწიფოებიც. ასეთია პრაქტიკა და არც ოლიგარქის შემთხვევაშია მოსალოდნელი სხვა სცენარი.